მოგესალმებით ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას მეცნიერება და განათლება. დღეს ჩვენი გადაცემა ეხება რწმენისა და განათლება მეცნიერების ურთიერთობის საკითხებს. სტუმარი ჩვენი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რელიგიათა მცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი, ამ და ბევრ სხვა დარგში ძალიან ცნობილი მეცნიერი. სამწუხაროდ მოხდა ტრაგედია და ჩვენ 22 მარტს ქართულ მიწას მივაბარეთ უდიდესი პიროვნება სრულიად საქართველოს პატრიარქი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი თბილისის და მცხეთის არქიეპისკოპოსი ილია მეორე. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს შევეხებით მის მოღვაწეობას, მათ შორის იმ საკითხებს, რომ ზუსტად კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო, ახლა ყოველ შემთხვევაში სხვა პატრიარქებს მე არ მოსვრები ვარ, უბრალოდ პატარა ვიყავი ძალიან და მაგრამ ჩემს წარმოდგენაში და რადგანაც პროფესორ ოთარ ჟორდანიასთან ერთად, რომელიც გახდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მე გახდით მისი მოადგილე, პრორექტორი, ჩვენ ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ კათოლიკოს პატრიარქთან, ასევე მის ერთ-ერთ მეუფესთან, დანიელთან და აი ამ ურთიერთობაში მე დამრჩა შტაბის-შტილება, ღრმად ჩახედილი იყო ის განათლების და მეცნიერების საკითხებში, პატისცემდა და უყვარდა მეცნიერები. და ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი მეცნიერისათვის, სულად გაუგებარი იყო ქალბატონო ქეთევან, რომ იმ ღონისძიებას, სადაც რატომღაც მარტო საშვებით უშვებდნენ შიგნით, ვერ ვნახე ვერცერთი ცნობილი მეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისთვის ადგილი ვერ მოიძებნა. კიდევ სხვა მეცნიერებისთვის. სამწუხაროა ეს, რადგანაც ეს გარკვეულწილად ალბათ სენი არის როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების, რომ ისინი სამწუხაროდ იგნორირებას უკეთებენ მეცნიერებს. ურთიერთობა რწმენასა და ცოდნას შორის ეს არის უძველესი პრობლემა. ჯერ კიდევ პირველ-მეორე საუკუნეებში განიხილებოდა ეს საკითხი. ამის დამადასტურებელი არის შრომა წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელისა, რომელსაც ეწოდებოდა სტრომატა, ანუ ხალიჩები, სადაც ნათქვამია, რომ ორივე ცოდნასა და რწმენას აუცილებელია ადამიანისათვის. ეს უდიდესი მეცნიერი და ფილოსოფოსი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელია პირველადი და ამბობს, რომ პირველადი არის რწმენა და მასზე არის დაშენებული ცოდნა. ბოლოს იგი საოცარ დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონაღვთისა, ხოლო მორწმუნე განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა. და რომ საფუძველი ამისა არის თვითონ სახარებაში, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიმართავს თავის მოციქულებს და ეუბნება, მეგობარნო ჩემნო, მე არ გიწოდებ თქვენ მონას, არამედ მეგობარს, რადგან თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რაც გადმოგეცით. ესე იგი, აი ზუსტად ჩვენი კათოლიკოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოსი ილია მეორე იყო ზუსტად ღმერთის მეგობარი, რადგანაც ის ცხადია იყო ღრმად მორწმუნე, ღრმად განათლებული და პატისცემდა ყველა განათლებულს და ის ბუნებრივია, ესე იგი იყო ღმერთის მეგობარი.
ქალბატონო ქეთევა 1900 ჯერტი მადლობას მოგახსენეთ მომბრძანებისათვის ჩემთვის პატივია თქვენი დონის მეცნიერს აქ უმასპინძლო 1977 წლებში მაშინ ილია მეორე ბრძანდებოდა ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შეიძლება მაგ პერიოდში ბიჭვით აერქვა შეიძლება ცხუმ აფხაზეთი ახლა დააზუსტეთ ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი რა გაკეთდა ამ პერიოდში აი ესე იგი ამ 10 წლის განმავლობაში აფხაზეთში რომელი ეკლესია ტაძრები იყო მაშინ მოქმედი ნუ ილორი ბედია მოქვი დრანდა სოხუმი ბიჭვინთა ლიხნი აი ძირითადი ეკლესიები რაც მეც მახსოვს და ავყოფი ვარ ყველაში ხო მივეცალმები თქვენს მაყურებელს მადლობას გიხდით მოწვევისთვის ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია რომ მეძლევა საშუალება ისეთი დიდ პიროვნებაზე ვისაუბრო რომელთანაც მე საკმაოდ ახლო შეხება მქონდა ჯერ კიდევ თითქმის ასპირანტობის როცა ასპირანტი ვიყავი ამ პერიოდიდან მოყოლებული ამასთანავე აქვე მინდა სამძიმარე გამოვთქვა მიუსამძიმრო ჩემს ერს ჩემს სამშობლოს ასეთი დიდი ბოძის წაქცევის გამო ისტორიამ დაგვიტოვა და ლიტერატურამ ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების დროს როდესაც გლოვა იყო საქართველოში ყველა აღნიშნავდა იმას რომ დიდი ბოძი კულტურის დიდი გულშემატკივარი ვახტანგ მეექვსე როდესაც გარდაიცვალა ახლა მინდა ჩემი სასიამოვნო გაკვირვებაც გამოვხატო თქვენი ბატონო თემურ ეცოდეს საინტერესოდ ჩართულობის მხრივ აი სასულიერო საკითხებში და აბსოლუტურად დაგეთანხმებით რომ რწმენა ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ცოდნით არის კლიმენტ ალექსანდრიელი ახსენეთ და თითქმის ამავე პერიოდის უდიდესი მოღვაწე რომელიც ჩვენს პატრიარქს გამორჩეულად უყვარდა და მებუნებრივია გვიან მივხვდი ამის მიზეზს ეს გახდათ ნეტარი ავგუსტინე რომელმაც საღვთო ქალაქი დაწერა 9 ტომისგან შექმნილი აი ეს არის ნამდვილი ისტორია ცოდნაზე აგებული და ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის განმარტებით. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, დიახ 77 წლებში პატრიარქს როდესაც ის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს, მაშინ იმ დროინდელმა პატრიარქმა ეფრემ მეორემ, რომლის მოწაფეც გახლდათ ილია მეორე, განაწესა ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტად. გეთანხმებით, მაშინ აი ამ ტიტულატურაში ბიჭვინთა არ იყო მოხსენიებული. ახლა რა გააკეთა მაშინ მან? იმისთვის რომ გავიგოთ რა გააკეთა, ან გააკეთა თუ არა რამე მნიშვნელოვანი, პირველ რიგში უნდა შევხედოთ ეპოქას. ნახეთ, ეს პიროვნება ორი ეპოქის ზღვარზეა. ერთი ხრუშოვის პერიოდის უკვე დასასრული და ბრეჟნევის პერიოდის, ანუ სტაგნაციის პერიოდის მოღვაწე გახლდათ. ხრუშოვი იყო სტალინზე შეიძლება ითქვას კუბში და კვადრატში უფრო მეტი და დიდი მტერი რელიგიის და განსაკუთრებით ქრისტიანობის, იმიტომ რომ ქრისტიანობა იყო მაინც ლიდერი მაშინდელ ამ დიდ საბჭოთა ქვეყანაში. მის დროს არამსუ იხსნებოდა ან კიდევ ახალი ტაძრები შენდებოდა, არამედ ყველაფერი იხურებოდა. არა სასწავლო დაწესებულება, არა ბეჭდითი ორგანო, არა გამომცემლობა, არავითარი ღვთისმსახურება და ასე შემდეგ. აქა-იქ ცენტრალურ ადგილებში, ან რესპუბლიკის დაუშვათ დედაქალაქებში ან წამყვან ქალაქებში ერთი ტაძარი თუ ფუნქციონირებდა, ისიც სულ ზღაფავდა. აი ასე ჩაიბარა უკვე იავართქმნილი შეიძლება ითქვას აფხაზეთის საეპარქიო.
ამის ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მაშინ კატეგორიულად იკრძალებოდა ბრეჟნევის დროსაც, აი იმ ხრუშჩოვის მიერ დალუქული ტაძრების ხელახლა გახსნა. ისე რომ ამ მხრივ განძრევის საშუალება არ ჰქონდა ჩვენს პატრიარქს და თან ეს არის ისეთი ყველაზე ეთნიკურად ჭრელი რეგიონი, აფხაზეთი. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, მეგრელი ქართველები, კუთხური თვალსაზრისით, რომლებიც ჭარბობდნენ სადღაც 50% იყვნენ დანარჩენი პოლონელები, რუსები, უკრაინელები, აღარ მაქვს ლაპარაკი დიახ სხვა აღმსარებლობის ხალხზე. თან ამას ემატებოდა წეღამთქვი ხრუშჩოვის პერიოდის და მანამდელი პერიოდის ათეიზმი და მათ ხალხი ხალხურ ქრისტიანობას იცავდა. რას ნიშნავს ახლა ხალხური? რაც ტრადიციებით ჰქონდათ, მაგალითად, სადღესასწაულო დღეებში, ოჯახებში ქადების კურთხევა, გაჭრა, დალოცვა და ასე შემდეგ. ტაძრებში არავინ დადიოდა, ესეთი ყველა ტაძარი იყო დახურული. ერთადერთი მომქმედი, ის ძალიან ძველი ქართული ასე ვთქვათ მენტალობის, რელიგიის მატარებელი უდიდესი ტაძრები, ბიჭვინთა, რა ქვია, მოქვი, ბედია და ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იხსნებოდა განსაკუთრებული რელიგიების დღეს. ისიც არ აკვირავს მაგალითად აღდგომა, არამედ ორშაბათს, როდესაც შეეძლოთ მისულიყვნენ და რაღაც მოკლე, შემოკლებული სახით ტარდებოდა ღვთისმსახურება. ერთადერთი, სადაც ცლად ტარდებოდა, ეს გახლდათ სოხუმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელიც საკათედრო ტაძარი იყო და იქვე გვერდზე სახლი იყო მიტროპოლიტის, სადაც ილია მეორე იყო და აი იქ ტარდებოდა ხოლმე შაბათ-კვირას ლოცვების, მხოლოდ შაბათ-კვირას. ილია მეორე მაშინვე აუღვალო ამ ყველაფერს, მოგეხსენებათ ის ძალიან გონიერი გადაჭარბებულათაც გონიერი პიროვნება იყო და მიხვდა რომ აქ თუ რამე შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს ეკლესიიდან წასული ხალხის მობრუნება ეკლესიაში და მინდა გითხრათ რომ სწორედ იმ პერიოდში უამრავი ხალხი მიბრუნდა ეკლესიაში. დაიწყეს მარხვების დაცვა, ფსალმუნების კითხვა, ლოცვების, აღსარების თქვა, წმინდა ზიარების მიღება და ასე შემდეგ. ეს მაშინ ძალიან დიდი მიღწევა იყო, მაგრამ როგორც კი 77 წელს უკაცრავად, როგორც კი 77 წელს პატრიარქი აქ გადმოიყვანეს და საჭეთ მყრობელად აკურთხეს საქართველოს ეკლესია, მის ადგილზე იკურთხა გიორგი. ეს იყო ეპისკოპოსი, მის გვარზე სხვადასხვა საკმაოდ კამათიც იყო, მაგრამ რამდენადაც მე უფრო სიახლოვეს მივედი სიზუსედან, ის ქუთათელაძე უნდა ყოფილიყო და პატრიარქისგან მას ჰქონდა დავალებული, ეს არის უკვე აი 80-იანი წლები, როცა დაიწყო აფხაზეთში ტაძრების აგებარა, განახლება, რესტავრაცია და ამოქმედება. და აი ამას სათავეში ჩაუყენა ეპისკოპოსი გიორგი. საარქივო დოკუმენტებში სამწუხაროდ და მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ ეპოქის დოკუმენტებს, ფაქტობრივად არანაირი ცნობა არ არის იმისა, თუ როგორ მოხდა ეს აღდგენა, ქონდა თუ არა მას რაიმე წინააღმდეგობა და ასე შემდეგ. 80-იანი წლების მეორე ნახევარში იცით თქვენ ახალი ეპოქა იწყება. ძალიან ხანმოკლე, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობით დატვირთული. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული პერესტროიკის პერიოდი და აი ამით ჩვენმა პატრიარქმა იდროვა, ის არაჩვეულებრივად უღებდა ალღოს ეპოქას და საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყო. აფხაზეთში ხო აღდგა ეს თითქმის ყველა ის წამყვანი ისტორიული ტაძრები და სრულიად საქართველოში. ეს იგი
აღმშენებლობა ტაძრების და საერთოდ სულიერი გამოჩენა. შევეხებით მომდევნო საკითხში და აი ეს მე არ მოსწრები ვარ უბრალოდ მე რომ ჩამოვედი მოსკოვიდან სოხუმში უკვე მეუფე დავითი ჭყადუა იყო და მე რა თქმა უნდა მეუფე ეს დანიელი და მეუფე გიორგი ცოტა ხანი იყო ძალიან ხო იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით საარქივო მასალებში თითქმის არაფერია ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარდა რომ ეს პიროვნება პატრიარქისგან იღებს დავალებას რომ დაიწყოს ეს და ეს 80-იანი წლების დასაწყისია და აი მეორე ნახევარში უკვე არის აი დავითი რომელიც თქვენ ბრძანებთ იქ უკვე სერიოზული მუშაობა მიდიოდა და საკმაოდ წინააღმდეგობებით აი ამ პერიოდში სხვა ჩვენი პატრიარქი იმ რეგიონში ვერაფერს ვერ აკეთებს და ახსენი მე რატომ და რისთვის რასაკვირველია შემდეგ პერიოდებში იქაური მიტროპოლიტი ყველაფერს ჩვენი პატრიარქის დავალებებით ასრულებდა და მოქმედებდა მაგრამ მე აქ მხედველობაში მაგ აი ზუსტად ის პერიოდი როდესაც ის 10 წელი გამოდის გონი ხო 10 წლის მანძილზე იყო იქ მაგრამ უდიდესი დამსახურება ეს არის აფხაზეთის მოსახლეობის მოქცევა. მოქცეულები იყვნენ, მაგრამ ტაძარში დაბრუნება ანალოგიური პრობლემა აქ იყო, მაგრამ იქ უფრო მეტი, იმიტომ რომ ძალიან ჭრელი რეგიონი იყო. მარტო აი ესენი მოხუცი რუსის ქალები დადიოდნენ და მე მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი, სადღაც 5-6 წლის დედას რომ დავყავდი ეკლესიაში, იქაც ქაშვეთში დადიოდა დედა, იქაური მრევლი იყო და იქაც სულ 2 მოხუცი რუსის ქალი იჯდა და ისმენდა აი ამას. ახლა ქალბატონ ქეთევან, მე ახლა ასე ვიცი რომ წმინდა ნაჩერაცხული პატრიარქი ამბროსი ხელაია, სანამ გახდებოდა სრულიად საქართველოს პატრიარქი, იყო ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. და აი რაღაცნაირად, ნუ ახლა ილია მეორე ზუსტად მიტროპოლიტი აფხაზეთიდან მერე ikurtha ესე იგი საქართველოს ესეც მალე მოხდა ახლა ისტორიისთვის. აი ზუსტად მე მინდა ახლა შევეხო 77-დან თუნდაც დღემდე აი სრულიად საქართველოს კათოლიკური პატრიარქის აი მისი უდიდესი ესე იგი ღვაწლი საქართველოს ეკლესიების მონასტრების აშენება აღდგენაში და პატრიარქის როლი ამაში და აი აქ ესე იგი აი ამ სასულიერო მის კადრების თქვა უხეშად აღზრდაში მისი აი როლი და შედარებით დავიწყოთ იქიდან რომ აფხაზეთის რეგიონი დღიდან საქართველოს არსებობისა ხო ეს საქართველოს ნაწილი იყო იქ რა კოლხეთის ამბოს ნაწილი იყო მაგრამ მე ვამბობ ის კოლხეთის ქართული სახელმწიფო იყო ხო საქართველოს ნაწილი იყო მას ყოველთვის სამხედრო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა და აქვს დღესაც. შემთხვევითი არ იყო რომ ქართველი მეფეები, ხელისუფლება და ხელისუფლებისგან განუყოფელი იყო ყოველთვის პატრიარქი და ეკლესია. დღეს კი იძახია რომ ეკლესია ცალკე უნდა იყოს სახელმწიფო ცალკე, მაგრამ ეს არის ეს მაპატიეთ სისულელეა, იმიტომ რომ ის განმანათლებლებმა შემოიტანეს, მათ სჭირდებოდათ ესე. თორე ეკლესია აქ მიწიერი ეკლესია არის იმისთვის რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი და ხალხმა ერთმანეთი არ შეჭამოს რაც ადამიანური თვისებებიდან მომდინარეობს აი ეს რეგიონი ჯერ ესეთი ზღვით უკავშირდებოდა ევროპას და ჯერ რომს შემდეგ ბიზანტიას ჩრდილოეთით მოგეხსენებათ მე ვიტყვი ველური ტომები დარბოდნენ იმიტომ რომ მაშინ ისინი ერები მე მგონი არც დიდი ხნის წინ გახდნენ ისიც თუ ეწოდება ზოგიერთ წერი ესეც საკითხავია და ამიტომ ამ რეგიონის ქართველობა და მართლმადიდებლობა ქართული სახელმწიფოებრიობის ცენტრალური საკითხი იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართლი კახეთი არ აინტერესებდათ, მაგრამ ვიმეორებ იმ რეგიონიდან გამომდინარე. შემთხვევით არ გაჩნდა იქ ლეონი, რომელიც აფხაზი თავარი იყო, გენიოსი ფაქტობრივად, როგორ დაუმოყვრდა, დაუდნათესა და არჩილ მეფეს ქართლის აღმოსავლეთის მეფის ამ ყველაფრის გაერთიანებისთვის, მაგრამ ეწოდა ქვეყანას აფხაზეთი, რითიც საჯილდაო ქვად გაიხადეს დღეს
მე ვიტყოდი, აი სულ ცოტა აბსოლუტურად უვიცმა ადამიანებმა. მე ეგრეთ წოდებულ ისტორიკოსებს ვამბობ, ეს მათ უნდა იცოდნენ. ამიტომ კათოლიკოს პატრიარქებს, მიტროპოლიტებს ყოველთვის ჰქონდათ განსაკუთრებული ყურადღება ამ რეგიონისადმი. ნახეთ, რუსეთის ხელისუფლება რო შემოდის, არ არსებობს ის ეტაპობრივად რეფორმებს ატარებდა ხო გარუსებისთვის საქართველოს და აფხაზეთის. აი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მოეგლიჯა ეკლესიურად აფხაზი და ყუბანის ეპარქიისთვის შეიერთებინა. ამ ისტორიას ახლა მე არ მოვყვები, იმიტომ რომ ეს ძალიან გრძელი ისტორიაა და აი აქ განსაკუთრებული სასულიერო პირების ლიდერობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ ახსენეთ ამბროსი ხელაია. ამბროსი ხელაია დაინიშნა ისეთ დროს, როდესაც გასაბჭოების პერიოდი იწყებოდა ჩვენთან, ანუ ეკლესია ჩვენი ავტოკეფალური, როგორც რუსები ამბობენ, თვითნებური ავტოკეფალია გამოაცხადეს, ანუ აღადგინეს და აქ აფხაზეთში იყვნენ ძალები, ოღონდ არა ქართველი აფხაზები, არამედ აი აფსუებს რო ეძახიან, ჩრდილო კავკასიელი გააფხაზებული მე-16-მე-17 საუკუნეებში ჩამოსახლებული მოსახლეობა. გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ და თავიანთ ამ იმას დაარქვეს ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა, ცალკე უნდოდათ. რის გამოც იცით მაშინდელი ხელისუფლება გახდა იძულებული, რომ აი ამ რეგიონისთვის ავტონომია მიენიჭებინა. დღეს ძალიან ბევრი საყვედურია, მაგრამ იქაურ პარამეტრებს, იქაურ ვითარებას თუ გადავხედავთ, იმისთვის რომ მთლიანად საქართველოს არ შექმნოდა დიდი პრობლემები, ამაზე თითქოს დათმობა იყო. ეკლესია როგორი იქნებოდა, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მინდა გითხრათ, რომ მაშინვე აფხაზებმა პირველად დააყენეს ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკლესიის საკითხი. ეს ახლა კი არ დააყენეს. პირველად მაშინ და ამბობენ დღესაც, რომ აფხაზეთის ეკლესია, მე ვამბობ ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ სამყაროში არ არსებობდა აფხაზეთის ეკლესია. ესეთი ეკლესია არ არსებობდა. იყო ეპარქია და ამაც მოინდომეს უკვე გამხდარიყო ეკლესია. აი ამას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა სასულიერო დასი ქართველები თავში იმ რეგიონის ხელმძღვანელი და ახლა ამბროსი ხელაია რამ ხელა მოღვაწე იყო, ეს მე მგონი ნებისმიერმა ქართველმა ვიცით, ხო? ისე რომ აი აქ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი აქვს მათ. ახლა ჩვენ კიდევ მინდა, რადგანაც მეცნიერება და განათლებას ეხება ჩვენი გადაცემა, გვინდა პატრიარქის როლი, პატრიარქობის ამ 59 წლის განმავლობაში სასულიერო აკადემიების, სემინარიების, სკოლის, საპატრიარქოს პატრონაჟით უნივერსიტეტის, ანდრია პირველწოდებლის გახსნა და სასულიერო კადრების მომზადება. ასევე თქვენ მინდა შეეხოთ თქვენ რელიგიათმცოდნეობაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომელსაც კადრებს ფაქტურად მოვალ კადრებს ზრდის. აი თქვენ ამ ნაწილში. აი მე არ მეგულება მიმართულება, რომელშიც პატრიარქს სრული ჩართულობა არ ქონდა. აი ეკლესია ფაქტობრივად ჩვენთან თვითონ აქვს ნათქვამი სუდარა გადაფარებული. ყველა მიმართულებით მკვდარი იყო. არა მარტო სასულიერო განათლება, არამედ უჭირდა საეროსაც წარმოიდგინეთ. პატრიარქის სერიოზული ზრუნვის საგანი იყო, რომ საერო უნივერსიტეტებში არსებულიყო ეკლესიის სწავლება. როდესაც იყო ერთი პერიოდი საქართველოში და არ დავაკონკრეტებ მსმენელი მიხვდება, მე ჩემი როგორც დარგის სპეციალისტი ზეწოლა იყო და მოცილება უნივერსიტეტიდან, მე როცა დამიბარა პატრიარქმა და შევჩივლე მას აი ასეთი რომ მე ვერ მიჭირდა ამ ჯვრის სიტყვა და აღარ მინდა არც უნივერსიტეტი, არც პროფესორობა, არაფერი ვეუბნები და მან მითხრა ესეთი რამე. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვისით ისმის ეკლესიის ხმა უნივერსიტეტში და შენ ამისი უფლება არ აქვს. მე ვერ გეტყვით რა ძალა მომეცა მაშინ და პირველად მისი თხოვნით გავაკეთე
რელიგიათ მცოდნე. მას არ უნდა და მხოლოდ საქართველოს ეკლესია ნახეთ რელიგიათ მცოდნეობის პროგრამა. სამაგისტრო, სადოქტორო, რომელიც კადრს მოამზადებდა და მე აქცენტი ჰქონდა მას იმაზე საბაკალავრო პროგრამაზეც, რომ მიღება გამოცხადებულიყო. მან ამისი კურთხევა გაასცა მისი. მაგრამ სამწუხაროდ ის არ შესრულდა. სამაგიეროდ მისი კურთხევით აი პირდაპირ ჩართულობის გარეშე, მაგრამ მისი მადლმოსილებით ამოქმედდა პროგრამები და კადრები გაიზარდა სერიოზული ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წერეთლის. აკაკი წერეთლის სახელობის მე გავაკეთე ეს პროგრამა, ვიყავი ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 წელი არსებობდა ის და სასულიერო აკადემიიდან მოდიოდნენ სტუდენტები ამ პროგრამაზე ჩასაბარებლად. ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა, აი ესენი სწორედ რო შევატყე პატრიარქის ესეთი ძალიან დიდი სურვილი და მისწრაფება ესენი გაკეთდა ამ დარგში. პატრიარქის დამსახურება გახლავთ სასულიერო აკადემიის შექმნა. ჩვენ მანამდე გქონდა სემინარია და იმ სემინარიის რექტორი ის ეფრემ მეორის დამსახურებით გაიხსნა მცხეთაში. და მისი რექტორი, პირველი რექტორი იყო არქიმანდრიტის ხარისხში ჩვენი უწმინდესი. აი მე ამის შემდეგ მან აკადემია ამოქმედა და მეცაც გეტყვით. ის მან რამდენჯერმე დამიბარა და მთხოვდა ამეხსნა რა სტრუქტურა ჰქონდა ჩვენთან სამეცნიერო საბჭოებს. აი როგორი ხარისხის მინიჭების თვალსაზრისით ეკლესიის ისტორიისა და ღვთისმეტყველების დარგში. და ჩვენ გავდიოდით ამაზე კონსულტაციას, ის ემზადებოდა ამისთვის. და მე გაიხსნა კიდეც ოღონდ ჩემს გარეშე იქ არიან სხვა ჯეშეთის სინოდის წევრები და რამოდენიმე ეკლესიის. რომელი წლიდან დაიწყეს უკვე საქართველოში აი ამ თეოლოგიაში დოქტორის ხარისხის მიღება? ეს არის უკვე სადღაც 2007-8 წლები. და რომელ უნივერსიტეტებში ეს საპატრიარქო? არავითარ უნივერსიტეტში, ეს აკადემიაში შეიქმნა, საპატრიარქოს აკადემიაში. და იქ ხდებოდა დაცვა. დიახ, იქ ხდება დღესაც, ხდება იქ დაცვა. გარდა ამისა, პატრიარქმა გამომცემლობა შექმნა. იცით, საქართველოში მაშინ ჩემ ბავშვობაშიც მახსოვს, არ არსებობდა ლოცვები. დავითნის თუ ისე ლოცვები, ჟამნის თუ ასე შემდეგ და ხელით წერდნენ. აი დედაჩემს როგორც ღრმად მორწმუნეს სულ ხელით დაწერილები ჰქონდა. აი ეს მე პირადად მახსოვს და მე უკვე პატრიარქმა აი ამ გამომცემლობაში დაიწყო ეს გამოცემა ჯვარი ბაზისა ჟურნალი არაჩვეულებრივი. ეს ჟურნალი გამოდიოდა ხავე გეტყვით მე-20 საუკუნის დასაწყისში და ავტოკეფალისტების მიერ იყო დაარსებული და მჭედლიძე პიროვნება მღვდელი, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს იმ 5 სასულიერო პირთან ერთად. აი ამ ხრივ მას მგევნებით რო არა პატრიარქი და საერთოდ ამისი მზადება ყველაფრის დაიწყო 90-იანი წლებიდან. მე სამოქალაქო ომი დაერთო და ამისთვის არავის ეცალა, მაგრამ როგორც კი ამან ჩაიარა, შევარდნაძე ხომ მოbrunდა საქართველოში და სხვათა შორის შევარდნაძეს რასაც სთხოვდა პატრიარქი ასეთ რამებს, ის მაშინვე ასრულებდა. და ერთი მინდოდა შეკითხვა. აი ბოლო როგორ თქვენ ბრძანეთ და თქვენი რა თქმა უნდა მჯერა, უკვე ფაქტიურად მათ შორის სამაგისტრო, სადოქტორო და დაცვები შეიძლება საქართველოში, თეოლოგიაში მოხდეს, მიუხედავად ამისა, რა უცნებლობაა, რომ ზოგიერთი მოძღვარი მიდის რუსეთში და იქ დაუშვა ზაგორსკია თუ სხვა იმებში, არის ამის აუცილებლობა თუ სხვა რაღაცა. აი მე ვერ გებულ, ახლა მე ახლა მათემატიკოსი ვარ და მათემატიკაში თუ დაიცავ, რა თქმა უნდა, სორბონაში თუ დიდ უნივერსიტეტში უფრო არ არის აქ და მიდიხარ იქ, ხო? მაგრამ
როცა არის აქ, რამდენად აუცილებელია და მიზანშეწონია, როგორ ფიქრობთ? ჩვენ სინოდში ყავს რამოდენიმე მეუფე, ძალიან ღირსეული მეუფე, რომლებმაც მეცნიერებაც მაშინ მოკიდეს ხელი, როცა ჯერ არც საბჭო იყო გახსნილი და აკადემიაც ის იყო ფეხს იდგავდა. ისე რომ აქ მათ და მეც გეტყვით, სპეციალისტები არ იყვნენ. მე მაგალითად, რამოდენიმე სინოდის წევრმა მომაკითხა, რომ დისერტაციის დაცვა უნდათ ერთი არც გარდაცვლილი მეუფე სერაფიმეს ღომიდან, რომელიც ეს იყო, არ ვიცი, ეს რაღაცა დიდებული პიროვნება. მათ შორის მეუფე ანდრია, მათ შორის მეუფე ზენონი. ერთადერთი მაშინ ეკლესიის ისტორიაში მე ვიყავი სპეციალისტი და ჩემი მასწავლებელი ხუმრობით ხანისე მაინც ვერ მაფიქსირებდა ეთყობა მეუბნებოდა რომ შენო იციო საქართველოშიო აი ორი დისერტაციის და ამ დარგში ერთადერთი შეყავდა თან ხალი ხარო და მე მეგონა ეს რომ ის ხა დამცინო და რაღაცა და მე რო დაუკვირდი ესე იყო ამიტომ ისინი მოდიოდნენ ჩემთან მაგრამ მე არც პროგრამები მქონდა მაშინ ჯერ სადოქტორო რომ აქ ჩაებარებინათ ხო თორე ისე შემეძო ყველანაირად ხელმძღვანელობა გამეწია ამიტომ იძულებულები იყვნენ წასულიყვნენ რუსეთში მაგრამ აქაც არ დაუმალა ვიცით სიმართლე უნდა ითქვას რომ აი იმ საშინელ ათეიზმის პერიოდში სამამულო ომის შემდეგ როდესაც სტალინმა რუსეთის ეკლესიას მიანიჭა დიდი უფლებები და საერთოდ აი წეღან მინდოდა მეთქვა და ამავიწყდა და ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო რომ სტალინი ებრძოდა რელიგიას დღეს ხო ამბობენ ხა ტაძრებს ყურადდა და რაღაცა ასე შემდეგ მაგრამ სტალინს არ უნდოდა ეკლესიის მოსპობა ეს რომ მოედოვებინა ამას გააკეთებდა მას უნდოდა ისეთი ეკლესია რომელიც ტერმინი არის წითელი ეკლესია სახელმწიფო სამსახურში და კომუნიზმის იდეოლოგი ყოფილიყო აი ხრუშოვის მაპატიოს უფალმა სიბრიყო იმაში მდგომარეობდა რომ იმას საერთოდ არ უნდოდა ეკლესიის მოსპობა უნდოდა მთლიანად და აი როდესაც ანიჭებდა ამხელა პრივილეგიებს სტალინი ხო მათ მიეცათ უფლება გაეხსნათ სასულიერო აკადემია დაეწყოთ მეცნიერებს მუშაობა და ასე შემდეგ ჩვენამდე ეს ვერ აღწევდა კალისტრატე ცინცაძე იყო რომელმაც ძლივს მოასწრო რაღაცა შეეჩერებინა ეს ათეიზმის ნიაღვარი ისიც სტალინის დახმარებით ესე იგი ქალბატონ კეთება მე როგორც გავიგე ახლა პრინციპში საქართველოში ამ თუ იმ დოზით უკვე არის რა თქმა უნდა სწავლება მაგისტრატურა და დოქტორანტურაში რელიგიათმცოდნეობის ხაზით არის მეტნაკლებად კადრები, რადგან დაცვა ხდება, ესე იგი საბჭოც არის, ხო, 5 კაცი. ძალიან ბოდიში ხდი, მაგრამ ის ყოფილი ისინი პროგრამები ყველა ამ ხარისხის სამსახურმა გააუქმა. აჰა, ეს. აი ამ ხარ სააკაშვილის დროისა არა. აი ამ სამსახურმა გააუქმა. ძალიან. მაგრამ ნუ პატრიარქის იმითი ვერ გაბედა რომ ის იმას ეკნა. გასაგები. ახლა კიდევ რა საკითხი გვაქვს ჩვენ შემდეგი ეს რა თქმა უნდა დიდი უდიდესია ყვასლი პატრიარქის ამ სემინარიების უნივერსიტეტის აკადემიების შექმნაში და ამ შემდეგ რადგანაც ის ღრმად მან იცოდა რომ ზუსტად მორწმუნე ადამიანი თუ მარტო მორწმუნეა ძალიან კარგია, მაგრამ მორწმუნე და განათლებული ის არის მეგობარი როგორც თქვით ისა. ახლა შემდეგი საკითხი რომელიც მე ძალიან მაინტერესებს კონსტანტინოპოლისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიებთან ურთიერთობა და აი 1990 წელს ერთ-ერთი გვირგვინი ალბათ შეიძლება ითქვას ალბათ გვირგვინი. ახლა ის სამება გასაგებია როგორც არქიტექტ, მაგრამ გვირგვინი ილია კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 1990 წელს თომოსის მიღება მსოფლიო პატრიარქისგან უწმიდეს და დიმიტრიოსისგან. აი ამის მნიშვნელობა და ზოგადად მსოფლიო პატრიარქი ბატონო თემურ პატრიარქის საგარეო პოლიტიკა
სიმართლე გითხრათ, დღესაც მაოგნებს. ესე იმდენად ღრმად და შორს გამიზნული. აი უპირველეს ყოვლისა ავიღოთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ. თქვენ გემახსოვრებათ, მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა პროფესორი ვიყავი. აი ის იყო მქონდა დაცული, როდესაც პატრიარქს აქ აუჯანყდა სამღვდელოების ერთი ნაწილი, რომ ეკუმენიზმს ემსახურებოდა იმ საბჭოში ყოფნა. და 4 წლის მანძილზე, აი ახლად არჩეული პატრიარქი იყო, თავმჯდომარეც კი იყო. მაგრამ როგორც კი იქ ერთობლივ ლოცვაზე მიდგა საკითხი, ეს აი ევქარისტიული კავშირისა და ყველა ქრისტიანული მიმართულების პატრიარქი იქიდან გამოვიდა. მაგრამ აი ეს გაბრაზებული სამღვდელოების ნაწილი შემოირიგა და სინანულში იყვნენ, მართლა სინანულში და მათ აუხსნა, რომ ის სპეციალურად შევიდა იმ საბჭოში იმისთვის, რომ ძალიან დიდი მიზანი ჰქონდა. ეს დიდი მიზანი გახდათ ის ტომოსი, რომელიც მან მოიპოვა. მანამდე საქართველოს რუსეთს ჰქონდა, რუსეთის ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას ფეხის ნაბიჯის გადადგმის უფლება არ ჰქონდა საზღვრებს იქით. აი ამ საბჭოში მონაწილეობის შემდეგ დაიწყო უკვე გასვლა. ამით ის სწავლობდა ყველა ეკლესიის მდგომარეობას, უყვირდებოდა მათ, ამას რო იტყვიან გულის სიღრმეში და ეს ინახავდა და მე ეს გამოამჟღავნა მსოფლიო პატრიარქთან. და იცით რა ამბობენ და ფაქტია, მას ჰქონდა უკიდეგანო ავტორიტეტი მსოფლიოში. რამ განსაზღვრა ეს ავტორიტეტი? დამერწმუნეთ, არც ერთ იმ ეკლესიას და ქვეყანას სულ არ ადარდებდა საქართველო, როგორი იქნებოდა თუ არა საერთოდ, მაგრამ მათ აოგნებდათ ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პატრიარქის გონება, იცით, აი გონებას და ცოდნას წინაშე ყველა იდრექს, მუხტს რო იტყვიან პატივისცემი. აი ეს ძალიან იგზობოდა. ეს იყო ის რა შარმსაც გამოსცემდა, რო იტყვიან ჩვენი პატრიარქი. და ეხლა მე ამას აღარ მოვყვები, ტელევიზიაში სულ ამას ლაპარაკობენ მეცნიერებს, როგორ დაავალა შეეგროვებენ, პატარა ვიყავი მაშინ, ეს მესმოდა, მაგრამ არ მესმოდა მისი ასეთი მნიშვნელობა. და სხვაშორის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში აწგარდაცვილი ბაბლინა ლომინაც, ეს არაჩვეულებრივი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პირველად ეკლესიის საქმეებში იხედებოდა, ქალბატონ მარიამ ლორდ-კიპანიძეს. ძალიან ბევრს ახლა არ ჩამოვთვლი, რომ ვინმე არ გამომრჩეს. დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებთანაც ჰქონდა ურთიერთობა ახლო. აი ნახეთ იერუსალიმის პატრიარქთან. ხო ჯერ ესეთი იქ ცენტრია ჩვენი სარწმუნოების, ხო გამორჩეულად უყვარდა მას ებრაელი ხალხი და ამბობდა მათ წიაღში განხორციელდა ჩემი უფალი. ის მაინც მოვიდოდა, მაგრამ აი მათ წიაღში. სიმართლე გითხრათ, ეს სიტყვები ჩემში ძალიან დიდ როლს ასრულებს. და რას მიაღწია, იცით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ვეღარ მოასწრო უწმინდესმა, რომ ჯვრის მონასტერი დაებრუნებინა. ეს რამხელა რაღაც, მაგრამ მოასწრო ის, რომ იქ სპეციალური სახლი გადაეცა და ამაში დიდი როლი ქართველმა ებრაელებმა, ემიგრანტებმა თუ იქ წასულმა ებრაელებმა მოახერხეს. ალექსანდრიის ეკლესიასთან უდიდესი კავშირი და მოახერხა რა ეხლა, რომ სინაის მთაზე თუ ალექსანდრიის პატრიარქისგან არ მიიღებდი კურთხევას, ვერავინ სინაის მთაზე ვერ შევიდოდა, ვერც პატრიარქი და ვერავინ და იქ არის დიდებული, უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომლის 90% ქართულია. ქართულენოვანია და აი იქ გააგზავნა ჩვენმა პატრიარქმა ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთა დასი და იქიდან ფოტოფირებით გადაღებული ჩამოიტანა ამდენი მასალა, დაიბარა მეცნიერები და ყველას უთხრა, აი თქვენ ჩამოგიტანეთ და შეისწავლეთ ახლა. და ალბათ რა ვიცი, რამდენი საუკუნეა საჭირო, რომ ის ხელნაწერები შეისწავლონ. ანალოგიური გააკეთა მან ათონის წმინდა მთაზე. იქ ვატოპეტის მონასტერი, ბერძნული მონასტერი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, იქვე
მასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ითიდანაც ხელნაწერები, ფოტოზე გადაღებული ჩამოიტანა. ანტიოქიასთან ძალიან მჭიდრო. მოკლედ მას არ დარჩა დიპტიხში ყველა, რუსეთთან მოგეხსენებათ, ხო? და ეს დიპტიხი მსოფლიო პატრიარქი ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის და მერე მეექვსე ჩვენი ადგილი იყო მეხუთე, რომელიც უსინდისოდ რუსეთმა წაგვართვა. მე ძალიან სურვილი მაქვს ერთი რამე გავიხსენო, მაგრამ აღარ ვიცი უკვე მაქვს თუ არა ამისი უფლება. სანამ პატრიარქი ცოცხალი იყო, ამის უფლება ნამდვილად არ მივცემდი თავს და ერთხელ დამიბარა პატრიარქმა, ის მიდიოდა საზღვარგარეთ. არა, საკვირველი არა მარტო მოსალოცად, იქ ჯერ ინგლისში წავიდა და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურთან. ერთი მინდა გითხრათ, რომ აი ეს სხვა აღმსარებლობის ქრისტიანობიდან ანგლიკანური ეკლესია ერთადერთია, რომლის თეორიაში დევს ბევრი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება. ახლოსა ესე იგი კათოლიკობა. რასაკვირველია. და ამიტომ ცდილობდა პატრიარქი კავშირს და მე მითხრა ერთხელ, რომ ჩვენ აბა რომელ დიპტიხში სადა ვართ ჩვენ? მე კითხე, იცის რომ მე ვიცი, ჩვენ ორნი ვისხედით, მარტო მე ვთხარი, რომ სამწუხაროდ მე-6-ზე მეთქი, რატო სამწუხაროდო დიპტიხში ვართო? ჩემი აზრი აინტერესებს და ამას მივხვდებოდი, მაგრამ ვეუბნებოდი. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი მეხუთე იყო მეთქი. და რუსეთმა წაგვართვა. ისტორიულად მეხუთე იყო, იმიტომ რომ ეს დიახ, მეხუთე იყო, კანონიკურად, ხო, იმიტომ რომ ეს გუშინდელი ეკლესია ფაქტობრივად არაო და მეო მსოფლიო პატრიარქიო მეუნებაო დაგიბრუნებ მეხუთე ადგილს და შენ განაცხადე. რა ვქნაო მეო? რა ვქნა ჩეჩინო ასე მომართავდა? უთხრა მე გადავირი, ვფიქრე რანაირად შეიძლება მე აზრი მკითხოს პატრიარქმა ეცეტრა. სოფლიო პატრიარქი. რა ვქნაო, ხო და არ უნდა უთხრათ მეთქი. რატომო? იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს სამურთიერთობას და თან სოფლიო პატრიარქმა ფულზე რომ მიყიდა მას ჩვენი ადგილი, კეთილნიერებას და მანვე დაგვიღო. გულიანად იცინა ჩემმა პატრიარქმა მაშინ. ამხელა ესე იგი შორჭრეტელი იყო. ახლა ზუსტად ამ საკითხს, ახლა თქვენ იცით რომ აფხაზეთში როცა რუსების მეშვეობით იყო გამოდევნილი არა მარტო ესე იგი საერო მოსახლეობა, არამედ ესე იგი სასულიერო დასი, მათ შორის იმ დროისთვის მიტროპოლიტი დანიელი და სხვა იქ გააქტიურდნენ ადგილობრივი მღვდლები, ერთ-ერთი იყო ხელდასმული თავის დროზე პატრიარქის მიერ ბატონი ვისარიო ნაპლია და ასევე უფრო ახალგაზრდა, რომელიც თითქოს უფრო პროევროპულია და პრობიზანტიულია, დოროფეი დბარი. ახლა მე ესე იგი აფხაზეთში ვიყავ, ხანდახან შეხვედრები მქონდა და დაახლოებით ვიცით ეს ვისარიო ნაპლია რა იმის იყო და ახლა იცის მოსახლეობა ჩვენ პროჩკა რომ ის უფრო ესე იგი თქვა რუსეთთან აქვს ახლა კავშირი დიდი ვისარიო ნაპლიას, ხოლო აი დოროფეი დბარი როგორც თვითონ საუბრობს და არის ახლა გუდელი ახალი ათონის იმაში მონასტერში და ის აი ხშირად წევს იმაში თავის Facebook-ზე რომ ხშირად დადის კონსტანტინოპოლში და შემდეგ და მან ახლა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს დადო ესე იგი დიდი პოსტი, სადაც მე მხოლოდ იმას შევეხები და თქვენ დანარჩენს მოკლედ ითქვით, სადაც ის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს. იყო საქართველოში თბილისში განსაკუთრებით არა მარტო თბილისში პერიოდი, როცა ქართველს დაუპირისპირდა არა მარტო თქვათ როცა მოხდა აქ პუჩი გადატრიალება, არამედ უბრალოდ საყოფაცხოვრე რაღაცა ქართველს კლავდა. და პატრიარქმა ბრძანა რომ ესე იგი ის ქართველი რომელიც ქართველს დაუშვათ მოკლავს იყოს ჩვენები.
და იმან ეს ინტერპრეტაცია გააკეთა რომ თითქოს მარტო ქართველის მოკლა არ შეუძლია ქართულ ხმების მოკლა შეუძლია რაც არასწორია და მე იმას გამოვთქვამთ რომ იქ ლოგიკასთან ახლოსაა ჩემი კოლეგა ალეკ გვარამია და მას აუხსნის დოროფეი დბარს რომ აქედან დასკვნა არ გამომდინარეობს რომ ქართოს უფლება აქვს ვითომ მოკლას აფხაზი და სომეხი და ასე შემდეგ და დანარჩენ ნაწილში როგორ იბრძოდა პატრიარქი იმასთან დაკავშირებით რომ ქართული ეკლესიის საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთში დარჩენილი იყო რადგანაც პრეტენზია ჰქონდა რუსეთს თქვენ აი ამ წერილიდან მინდა შეგეხოთ იცით რა მე მინდა დავიწყო ერთი რამით აი ესეთი სისულელეს მე ბოდვას ვეძახი არა იმიტომ რომ ჩემი ეკლესია და ჩემი სამშობლო შეურაცხყოფილია არამედ წმინდა მეცნიერული თვალით უყურებ პატრიარქმა ეს ყველაფერი იცოდა აი ამ ბოდვებისა მას მისდიოდა ყველა ინფორმაცია ხო რაც დაწერილი იყო და რაც თქმული და 5 წლის წინ ზუსტად 5 წლის წინ მე დამიბარა საპატრიარქოში და მთხოვა რომ არა მარტო აფხაზეთის, არამედ სამაჩაბლოს, ცხინვალის რეგიონში ისინი კიდევ უფრო მეტად აქტიურობენ, სხვათა შორის მინდა გითხრათ, ოსები, ეგრეთ წოდებული მეცნიერები, აი როგორც ესენი. ხო და ესე იგი გადმომიგზავნიდა საპატრიარქო ყველა ინფორმაციას მათ ეგრეთ წოდებულ მეცნიერულ კვლევებს და მათ ამ ფალსიფიკაცია რაც ხდებოდა და ხდება ამ ისტორიის აი ამაზე პასუხის გაცემა 5 წლის მანძილზე 800-მდე პასუხი მაქვს გაცემული თუ მეტი არა და ეს მიდის მათთან სოციალურ ქსელში და ერთხელ საპატრიარქოში მითხრეს რომ ერთ-ერთი არ მინდა დავასახელობინ პროფესორი არც ის მინდა ვთქვა რომ ეგრეთ წოდებული, მაგრამ პროფესორი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა და ვითომ პასუხს სცემდა მათ, საშინელი სიტყვებით შეურაცხყოფას იღებდა იმათგან. და პატრიარქმა ერთხელ მითხრა რომ რატომ შენს წინააღმდეგ ერთი წერილი არ მოსულა? შენ რატომ არ შეგურაცხყოფენ? მე ვთქარი, იმიტომ უწმინდესო რომ მე ყველაფერს დოკუმენტებს ვთავ და დოკუმენტი ისეთი რამეა რომ იმას ვერავინ ვერ გადაახტება. დიახ, ეხლა რაც შეეხება იქ თქვენს დამაწყევარს აფხაზეთში საეკლესიო საკითხი დღეს რა ვითარებაშია თქვენ დამაწყევარს არ უსურვებ და რატომ როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი და თვითგამორკვევის ის დაიწყო ხომ და ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს მაშინვე სეპარატიზმი დაიწყო და ის ყველაზე ძლიერად ეკლესიებში გამოვლინდა განსაკუთრებით ჩვენთან იქით სამაჩაბლოში აქეთკენ აფხაზეთში ეხლა ჩვენ აფხაზეთს ვეხებით, ამიტომ ბუნებრივია იმაზე არ ვილაპარაკებ. აფხაზეთში დაიწყო რა იცით, განხეთქილება. იქ არის საშინელი სქიზმა, რაც შვენს სასარგებლოდ ასხავს წყალს, შეიძლება ითქვას. ერთ მხარეს არის დბარი, პროევროპული ორიენტაციის, კი, აშკარად, ხო, ნუ ბუნებრივია კონსტანტინოპოლი, იმიტომ რომ ის წყვეტს მთავარია მსოფლიო პატრიარქი. მეორე აპლია, რომელიც უწმინდესისგან ხელდასხმული არის, ჯერ კიდევ დეკანოზი იყო, ახლა მიიღო მან უკვე მაღალი ხარისხები რუსეთის მხარეს. ახლა ნახეთ რა იყო. ერთი მხარეც და მეორეც ითხოვდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას. მაგრამ რადგან აპლიას გამოკვეთილი მხარე ჰქონდა რუსეთის, იმ პატრიარქმა უთხრა რუსეთის, რა ავტოკეფალია ის ავტოკეფალია, იმიტომ კი არა რომ ჩვენი დარდი იყო, იმიტომ რომ მას უნდოდა აფხაზეთი. იმის შემდეგ სულ 4-5 წელია აპლია მხოლოდ ერთს გაყვირის. არა ავტოკეფალია, არამედ აფხაზეთის, ცხუმ აფხაზეთის სამიტროპოლიტო რუსეთის წმინდა სინოდის შემადგენლობაში. აი ამისთვის იბრძვის. ამან აღაშფოთა უფრო ახალგაზრდა დბარი, რომელიც სადაც განათლება ჯერ რუსეთში ჰქონდა მიღებული და მერე დისერტაციები დაიცვა კონსტანტინოპოლში. იქაურ სასულიერო სამეცნიერო საბჭოზე. და ამიტომ ნუ იქაური უნდოდა და დაუპირისპირდა და ემტერება აპლიას. აპლია ემტერება ამას, მაგრამ
ის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთში არის, აპლიას უჭერს მხარს. აშკარად. იმათ პროევროპულებმა თავიდან იმათაც ხო ავტოკეფალია უნდოდათ, ახლა იმათ მოხვდათ სილა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო პატრიარქისაგან და ეს ამაზე არც იოცნებოდ. მაშინ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ესე იგი, ცხუმ აფხაზეთის სამიტროპოლიტო ცენტრით მიჭვინდა, რომელიც შევა მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციაში. მსოფლიო პატრიარქმა ამაზეც უარი უთხრა. მსოფლიო ეს პატრიარქი, მსოფლიო, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს. ჯერეზე ვერც სხვა, იმიტომ რომ ისეთი დოკუმენტები არსებობს, ბატონო თემურ, რომ ამ ტერიტორიაზე არის დიდი საეკლესიო კანონიკის, დიდი ჯულის კანონის უხეში დარღვევა. 90-ში მოგზეს შეიძლება, რასაკვირველია. აი ახლა რო ჩამოსული იყო მსოფლიო პატრიარქი, მიაქციეთ ყურადღება, სამძიმრის წერილში ის როგორ იხსენიებს ჩვენ პატრიარქს. ცხუმ აფხაზეთის და სრულიად საქართველოს და ასე შემდეგ. აი ახლა კიდევ რა საკითხი მინდოდა ჩვენ რამოდენიმე 10 წუთი დავჭა. აი ეს მოსახლეობაში მაინც არის თქვა აზრი სხვადასხვა რამდენად სწორად გაკეთდა, მაგრამ აი თქვენი აზრი მინდა რომ აი როცა კონსტანტინოპოლის და რუსეთის ეკლესიებს შორის იცით ახლა დაძაბულობა, ახლა ჩანდა ეს როცა მსოფლიო პატრიარქი ჩამოვიდა, ის ვერ ჩამოვიდა თუ არ ჩამოვიდა, მაგრამ დელეგაცია გამოაგზავნა, ну რა თქმა უნდა, იქ რუსეთის, ესა უკრაინის ეკლესიას რომ მისცა ესე იგი ავტოკეფალია. და ну ახლა პატრიარქის პოზიცია ვთქვათ, აი თქვენ ჩვენ რა თქმა უნდა არ წამით ეს უკრაინის ისა და ამის ახსნა ახლა მე გამეგება ეს როგორ არის აქ პოლიტიკაც არის ისიც არის ყველაფერი არის მაგრამ თქვენ რომ ახსნათ რატომ გააკეთეს პატრიარქმა და საქართველოსთვის ამ ეტაპზე თუ სხვა ეტაპზე ეს სწორი ნაბიჯია თუ არასწორი აი დაუშვათ ფაინტერესს იმ თავითვე ვიტყვი ერთი წინადადებით ამას მოკლედ უკრაინის ეკლესიას სრული უფლება ქონდა დაებრუნებინა მიეღო ავტოკეფალია არა დაებრუნებინა ჩვენ დაგვიბრუნეს არა მოგცეს იმიტომ რომ ჩვენ მე-5 საუკუნიდან გვაქვს და ჩამოგვართვეს და ამიტომ ამათ ეკუთვნოდათ და თუ ვინმეს ხელიდან ეკუთვნოდა ეს იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი თორე შეეძლო დაუშვათ თუ ეკუთვნოდა სხვა რომელიმე საპატრიარქოს ეთქვა რაც შეეხება კონსტანტინოპოლის და ამ რუსეთის საპატრიარქოების დაპირისპირებას ეს გუშინდელი ამბავი არ არის ბატონო თემო ეს იწყება ბიზანტიის დაცემის პერიოდში მესამე რომი უნდა მოსკოვში იყო ეხლა იცით როდესაც თურქები უტევდნენ და გამწარებული პატრიარქი ჩავიდა მაშინ უკვე მოძლიერებულ ცენტრალიზებულ რუსეთში და სთხოვა რომ დახმარებოდა მან გაუწია ფულადი დახმარება ეს არაფერს არ შეუძლია იმიტომ რომ სამხედრო ძალით უნდა დახმარებოდა და სამაგიეროდ ითხოვა რომ ეღიარებინა რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალია რატომ იმიტომ რომ მანამდე რუსული ეგრეთ წოდებული კიევის სამიტროპოლიტო იყო ეკლესია მართლმადიდებელი არ იყო სამიტროპოლიტო და იყო დაქვემდებარებაში მსოფლიო პატრიარქთან აი იმისგან გამოხსნა უნდა და ეღიარებინა ავტოკეფალია და რასაკვირველია პატრიარქი იძულებული იყო დათანხმებოდა ამაზე მაგრამ ნახეთ როგორი დოკუმენტი მისცა დოკუმენტში პირდაპირ წერია ეს იყო 1668 წლის დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ დროებით გამგებლობაში გადაეცა ის კი არა რომ სამუდამოდ და როგორც კი უკრაინამ დააყენა ავტოკეფალიის მოთხოვნა, მაშინვე მოიწია სინოდი და გააუქმა აი მაშინდელი ბრძანება. ისე რომ მას აბსოლუტურად უფლება ჰქონდა თავისი ყოფილი სამიტროპოლიტოსთვის უნდა თვითონ დაექვემდებარებინა, უნდა ავტოკეფალია მიეცა. კონსტანტინოპოლის გარდა, შემდეგ მოდის ალექსანდრიის, ანტიოხიის და იერუსალიმის ამათ უკრაინის ცნეს? არა, აქედან
ალექსანდრიამ დიდი ხნის მანძილზე არ სცნობდა. კრეტას კრებაზე უნდათ გაეტანათ ეს საკითხი და მონათლეს მსოფლიო ეკლესიის კრებად, მაგრამ ის მსოფლიო კრება ნამდვილად არ ყოფილა, მაგაზე მე დიდი მუშაობა მაქვს ჩატარებული და ამიტომ აი აქ იმ პერიოდში უარს ამბობდნენ, მაგრამ როდესაც უკვე მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა მას, იცით, აი მაშინ ალექსანდრია და ანტიოქია გადაიხარა მსოფლიო პატრიარქისკენ და ხარი დაუჭირეს და ცნეს. მათ თავიანთი ინტერესები ჰქონდათ. იერუსალიმ ჯერ არ უწევს. იერუსალიმს არა აქვს. გასაგებია, ყოველ შემთხვევაში საქართველოს იერუსალიმი ძალიან დავალებულია ჩვენი პატრიარქით და რატომ? გეტყვით. აი, როდესაც იერუსალიმის პატრიარქს აღიძრა საკითხი, რომ საეკლესიო ქონება გაყიდაო, მაშინ მოიწვიეს მსოფლიო საეკლესიო საბჭო და ყველა მისახმა პატიმრობაში ყოლოდათ პატრიარქი. ერთადერთი ეკლესია, ვინც არ დაუჭირა ამას ხარი, იყო კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე. გასაგებია. ხო და ილიამ მეორე რას აკეთებს, იცით? აი თვითონ ეხლა რა პოზიცია აქვს ჩვენ ეკლესიას, ხო? ჩვენმა ეკლესიამ შეუთვალა. ბაცო, აი ეხლა თქვენ ორ შორის არის დავა, ხო, ამაზე. ორივემ წარმოადგინეთ დადასტურებულად, რუსეთი და კონსტანტინოპოლი. კი, ორივემ დადასტურებულად, რატომ მიიჩნევ შენ რომ ეს ეკუთვნის ავტოკეფალია და ეს არ ეკუთვნის. აი, როდესაც ამას გააკეთებ და როდესაც შემზევი დიპტიხში ვინც არიან და გითხარით 5 ეკლესია, მათ შორის მეხუთე რუსეთი, ყველა აღიარებს, მე უფლება არა მაქვს ამათ წინ გადავახტეო, ხო? ამიტომ მე ვაღიარებ. ნახეთ, მსოფლიო პატრიარქმა წარმოადგინა ეს დოკუმენტი, ეს იცოდა ჩვენმა პატრიარქმა, მაგრამ რუსეთმა ვერ წარმოადგინა, იმიტომ რომ არ არსებობს ეს. კარგი, და ახლა ჩვენ კიდევ გვინდა, რადგანაც ჩვენ აქ ვისაუბრეთ ქალბატონ ქეთევანთან ერთად, რომ 67-ში აფხაზეთში მიტროპოლიტი იყო ჩვენი კათოლიკოსი და როგორ უყვარდა მას აფხაზეთს, შემდგომში როცა ჩვენ აქ თბილისში მე ვახსენე შესავალში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტი ხშირად დავდიოდი წირვებზე არ შემდეგ მე ტრაპეზე არ შემდეგ და მას გამოკვეთილად ესე იგი პატივისცემდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ოთარ ჟორდანია და ხშირად ჩვენ დავდიოდი და მაქსოვს ესე იგი როცა მე მოხდა მენეჯმენტში ცვლილება 2009 წელს 17 მაისს ზუსტად უკვე სინოდი სამება უკვე ესე იგი მოქმედებდა და პირველად საქართველოს უნივერსიტეტებს შორის კათოლიკოს პატრიარქმა დააჯილდოვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ორდენით. ჩვენ ყველა ვესწრებოდით ამას, ეს იყო უდიდესი და სწორი გადაწყვეტილება, იქ ეწერა რატომ აჯილდოებს. პირველი რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ბრძოლობდნენ და ომობდნენ რუსეთს საქართველოს ომი რომ იყო აფხაზეთში, ბევრი დაიღუპა. მეორე თბილისში რომ გადმოვედით სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე გამართვა ეს ხდებოდა ყველაფერი ოთარ ჟორდანიას ხელმძღვანელობით და მესამე ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომელიც და ამის გამო დააჯილდოვა და სხვათა შორის შემდგომში მე 13 წელს პატრიარქს მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო დოქტორის ხარისხი და ეს ყველას უნდა ახსოვდეს რომ პატრიარქი მხარში ედგა ყველა აფხაზეთელს, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვინც ახლოს არის ამ გაგებასთან და ესმის და უნდა ესმოდეს მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, თუნდაც აგერ ჩვენი ყველაზე ავტორიტეტიანი პიროვნების ფაქტურად ილია ჭავჭავაძეს და იმის ივანი ჯავახიშვილის შემდეგ ალბათ საქართველოში მე-20 საუკუნის 21-ში პატრიარქი ილია მეორეს უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი, იმიტომ რომ ის შემთხვევით არაფერს არ აკეთებდა და ჩვენ რა სიტყვით, თქვენ რა სიტყვით მოკლედ აი სოხუმის უნივერსიტეტი პატრიარქი და ის რაც კი. დიახ, იცით რა არის, აი პატრიარქმა ყველაზე კარგად იცოდა ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა.
ამ უნივერსიტეტის დღეს ხელყოფა არის პირდაპირ სამშობლოს ღალატი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მარტო იმიტომ კი არა, რომ იქ ომში მონაწილე პროფესორა არის აქ, არამედ ეს არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედი, რომელიც ცოცხლობს აქ და გვახსენებს პატრიარქს, რომ აფხაზეთი ეს არის საქართველო. ჩვენს მომავალ თაობას ზრდის, რომლებიც დღეს არა ხვალ და მე ამისი მჯერა დაბრუნდება თავის ისტორიულ სამშობლოში და გააგრძელებს იქ იგივე იმ შესმენად აფხაზებთან ერთად მუშაობას. მე ვერ წარმომიდგენია, ყველა დარგი არის ამისთვის საჭირო და ამ დარგების მოსპობა და მხოლოდ პედაგოგობის დონეზე. ეს მეცნიერები იგივე პედაგოგები არიან და აგრონომია საერთოდ არ ქონია ეს იქ იყო ისეთი ინსტიტუტი მე მაგ სუბტროპიკული, რომელიც ერთადერთი იყო და ზდიდა კადრებს, ისე რომ ეს არის სამშობლოს თანადგომისათვის და ბოლოს მე მინდა გადაცემაზე ვთქვა, რომ ახლა სხვადასხვა ესე იგი გააქტიურებული არიან სხვადასხვა თქვა ექსპერტები, თუ მოექსპერტო ხალხი, მეცნიერები, მომეცნიერო ხალხი და რაღაცნაირად თავაზობენ, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოს რუსეთთან, ბელორუსიასთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეგრეთ წოდებული სამოკავშირო სახელმწიფოების გაერთიანებაში შევიდეს და სხვათა შორის მათ შორის იგივე ხალხი მერე ლაპარაკობენ დაუშვათ პატრიარქი მიუხედავად იმისა რომ აქ თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ეს იმ პერიოდში ესე იგი დაიწყო მსახურება მართლაც იყო ათეიზმის ესე იგი აპოფეოსი ასე შემდეგ მან ძალიან ჭკვიანურად თავარი ღერძი ქართული ღერძი საქართველოს დამოუკიდებლობის ღერძით, მაგრამ ის მაგ პერიოდში რთული იყო და აი ზუსტად ისე მიიყვანა საქართველოს რომ მიიღო ეკლესიამ ავტოკეფალია და ყოველთვის ისაუბრობდა რაც არ უნდა ვინმე სხვას თქვას რომ ის იქ იყო აქ იყო ის ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა და ჩვენ ეს გავითვალისწინოთ და ისედაც არ არის კარგი იმ პერიოდში როცა 40-იც არ არის გასული ჩვენ ვიღაცები მიგვათრებდნენ საქართველოს ბელორუსთან და რუსეთთან გაერთიანებას. ისა ბატონო თემურეც წინადადებას დავამატებ მხოლოდ ეს არის უფრო ჩემი და ჩემს წინა თაობაში გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამას ემხრობა. სრულიად საქართველოს ყველა ეთნოსის წარმომადგენელი ახალგაზრდობა და არა მარტო ქრისტიანებს და ქართველებს გულისხმობ. ითხოვენ ევროპულ ორიენტაციას. მათ არ უნდათ რუსულ წიაღში ყოფნა. მომავალი საქართველოსი არის ახალგაზრდობა. პატრიარქმა ბრძანა, მაგრამ იმის ნათქვამს ახლა აიჩენი არასდროს. არა, ხო, რასაც და პლუს პატრიარქის ახალგაზრდობას არ უნდა, მათია ეს ქვეყანა, ესე იგი არის. დიდი მადლობა და იმედს გამოვთქვამ, რომ ისეთი სულნათი ხალხი როგორც იყო ჩვენი პატრიარქი, ჩვენი წინაპრები, დიდი წინაპრები, მათ მიერ არჩეული სწორი გზა ევროპისკენ და ევროპა ჩვენ ვიყავით და ერთი სიტყვით ერთად ყველაფერი ეს არის სწორი გზა, მართლმადიდებლური დროშით. ჩვენ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ღირსეული პატრიარქი დღეს, რომელიც გაყვება ჩვენი უწმინდესის გზას. მაინც მის ჭრდილქვეშ იქნება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ღირსეულად შევა ისტორიაში თუ ის თავისი ქვეყნის და ეკლესიისთვის იბრძოლებს. დიდი მადლობა და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს წმინდა სინოდს ეყოფა განჭვრეტა იმისა, რა კარდინალურ და მნიშვნელოვან საკითხს, იმიტომ რომ პატრიარქ ილიან მეორის შეცვლა ურთულესი შეუძლებელისავით არის, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს პატრიარქი ის უნდა აკეთებდეს ქართულ საქმეს, საქართველოს საქმეს, მართლმადიდებლობის საქმეს და იმედს გამოვთქვამთ იმისა, რომ ამ პერიოდში, ურთულეს პერიოდში სინოდი აღმოჩნდება მოწოდების სიმაღლე, ისე რომ პატრიარქი იქიდანაც დაგვეხმარება ჩვენ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. კარგად გრძანდებოდეთ. ნახო.